ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა და ის 4-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. სეზონური ვირუსების მატების ფონზე ვაქცინაცია კიდევ უფრო საჭირო გახდა. ამის აუცილებლობაზე საუბრობს გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელიც. ამ დრომდე ვაქცინირებულთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 130,000-ია. აცრა სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი. ვაქცინაცია გრიპისა და მისი გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფების, ასაკოვანი ადამიანების, ორსულების, მცირეწლოვანი ბავშვებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ყოველწლიური ვაქცინაცია. გრიპის საწინააღმდეგო აცრები წინა წელთან შედარებით სამწუხაროდ მართლა იმასთან შედარებით მოიკლო აცრის მსურველთა რაოდენობამ, თუმცა ვაქცინა გვაქვს ჩვენც და აქვს სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობენ. ამ ეტაპისთვის დაახლოებით 1600-მდე არის ჩვენი მოქალაქე აცრილი. მართალია სეზონი ოქტომბერში იწყება გრიპის და კარგი არის, რომ სეზონის დაწყებამდე აიცრათ, მაგრამ არც ახლა არ არის გვიან. ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, ვისაც კი აქვს ვაქცინა, გრიპის საწინააღმდეგო აცრები ჩვენთანაც ისევ გრძელდება და მე მოვუწოდებ რისკ ჯგუფებს განსაკუთრებით, რომ არც ახლა არ არის გვიან რომ აიცრან, იმიტომ რომ წინ ზამთარია, დაბალი ტემპერატურები, როგორც სინოპტიკოსები გვეუბნებიან და მოგვიწოდებენ სიფრთხილისკენ, რომ დაბალი ტემპერატურები გაგრძელდება, ამიტომ ამ ეტაპზეც აცრას აქვს აზრი.